მოგესალმებით. ვიმყოფები მესტიაში. დღეს არის 2026 წლის 28 მაისი. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გორიდან გავრცელებული აღმაშფოთებელი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ დღეს დაკავებული იქნა 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, ლაპარაკია იმ ვიდეო კადრებზე, როდესაც სასტიკი ანგარიშწორება მიდის მოქალაქეზე პოლიციელების მხრიდან. მაგრამ სანამ დეტალებზე გადავიდოდე ამ ზოგადად საკითხებზე, მინდა მოგიწოდოთ იმათ, ვისაც აქ ამ აკაუნტზე, ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ პირადად თქვენს და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი წვდომა გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. მოგეხსენებათ, დაკავებული იქნა 6 პოლიციელი. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ იმ კადრებში აშკარად ბევრად უფრო ადამიანი ჩანს. პოლიციელები ვიდრე 6 ადამიანია. რამდენად მართებულია 6 ადამიანის დაპატიმრება, მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ 6 ადამიანის დაპატიმრება ზემოხსნებულ საკითხთან არ არის მართებული, ეს ერთი. დანარჩენი ალბათ გამოძიება პროცესი მიმდინარეობს და ალბათ გამოჩნდება მოვლენები როგორ განვითარდება. როგორც გამოაცხადეს, მათ მიყენებული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გათვალისწინებული ბრალი ზემოხსნებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მაგრამ ახლა მე ვსვამ საკითხს, რომ მე პირადად, როგორც კანონმდებლობაში, როგორც იურისპრუდენციაში კარგად შეხედულ ადამიანს ძალიან სათუოდ მიმაჩნია, რომ ზემოხსნებული მუხლი უნდა იქნეს საყენებული იმ ადამიანებზე. რატომ არ უნდა იქნეს წამების მუხლი? 154 პრიმა მუხლი. 154-ს ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, აშკარად 154 მუხლის მეორე ნაწილის ან მესამე ნაწილის ნიშნები აშკარა, ანუ ჯგუფის მიერ ჩადენილი, ან ორგანიზებული ჯგუფის ჩადენილი. ეს დეტალებია, მაგრამ ეს არის იურიდიული დეტალები, მაგრამ ჩემი აზრით, აშკარად როგორც მინიმუმ ნიშნები ზემოხსენებულ ქმედებაში წამებისა არის. ხოლო რაც შეეხება წამებას, მე მინდა შევახსენო საზოგადოებას და მე უნდა უთხრა საზოგადოებას და შევახსენო იმ ადამიანებს, თუ ვინმეს მათი ხელის დაფარება უნდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71 მუხლის მეხუთე პრიმა ნაწილის თანახმად წამების მუხლზე, ანუ 154 პრიმა მუხლზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუნდაც ახლა ისინი გასამართლდნენ, თქვათ, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით, მომავალში თუ აღმოჩნდება საფუძველი, შეიძლება განაჩენის შეცვლის საკითხი, შეიძლება დადგეს განაჩენის შეცვლის საკითხი და შეიძლება ხელახლა წავიდეს სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა და გამორიცხული არ არისო გადაკვალიფიცირდეს 154 პრიმა მუხლად წამებად, თუ აღმოჩნდება საფუძველი. ჯერჯერობით ახლა დეტალური საუბარი, როდესაც თვითონ უშუალოდ საქმეში არ არის ჩართული ადამიანი, ძელია, მაგრამ ის, რაც მე ვნახე ვიდეო კადრებში, აშკარად მიქმნის მე განცდას, რომ სერიოზული ალბათობა არსებობს, რომ წამების მუხლთან გვაქვს საქმე. იმ პირის მიმართ ჩადენილი. და მე როგორც ახლა მე უსმენდი, თურმე ახლა იმ თვითონ დაზარალებულსაც უყენებენო ბრალსო. ახლა მე მინდა ვთქვა, რომ მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლების სათავეში და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი. კი ბატონო, ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა და ბევრი რამე გაკეთდა. მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ აღუდექით იმ რეჟიმს, იმიტომ გამოვედით იმ რეჟიმის წინააღმდეგ და რეჟიმს ხაზს უსვამ. იმიტომ რომ ოფიციალური დემოკრატიის ინდექსის მიხედვით ოფიციალურ სიაში მაგალითად ბრიტანული მედია კომპანია ეკონომისტის სიაში საქართველოს 2011 წელსაც და დღესაც იმყოფება 2011 წელს იმყოფებოდა 4.74 მეასადიქულით იყო შეფასებული საქართველოს დემოკრატიის ინდექსი, რაც ითვლება ჰიბრიდული რეჟიმის
მმართველობის სახელმწიფო, ანუ დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ნარევი, ხოლო ახლა არის 4.26 მიასედი. ანუ მაშინაც და ახლაც ჰიბრიდულ მმართველობად ითვლებოდა, რასაც ზემოხსენებული ინდექსი რეჟიმს უწოდებს, ასევე რეჟიმს უწოდებს ავტორიტარულსაც, რომელიც იწყება 4 ქულის ქვევით. და ჩვენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ წავედით, რომ კი ბატონო, ეკონომიკური მიმართულებით გაკეთდა მნიშვნელოვანი ძვრები, მაგრამ ადამიანის დემოკრატიის მიმართულებით და ადამიანის მიმართულებით რომ იყო ძალიან ცუდად საქმე, რომ მიმდინარეობდა სასტიკი მოპყრობა ძალიან ხშირ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან დაპატიმრებულ ადამიანებზე, სასჯელახსოვრობის დაწესებულებებში და ასე შემდეგ. ეს რომ არ გვინდოდა, იმიტომ აღსდექით, მე პირადად მაგალითად 2012 წელს ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური პირი ვიყავი მესტიაში ოცნების ოფისის გახსნის ამბავში. და იმიტომ კი არ ვაქტიურობდით, რომ ისევ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მეთოდების გამოყენებით დაეწყო პოლიციას მოქალაქეებისადმი ანგარიშის სწორება. არამედ იმიტომ დავდექით, რომ ჩვენ გვინდოდა დემოკრატიული განვითარება. ახლა მე მინდა მივმართო საზოგადოებას. თქვენ წარმოიდგინეთ ღია ცის ქვეშ, როცა ასეთი რაღაცა გაბედეს. ჯერ დავიწყოთ იმითი, რომ შემთხვევით ის რო არ გადაეღოთ ის ვიდეო კადრი, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ წავიდოდა სისხლის სამართლის საქმეზე, მოხსენებულ საქმეზე. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა რისკ ფაქტორი არსებობს ჩაკეტილ შენობებში. ეს იქნება ადმინისტრაციული დაკავების ადგილები, ეს იქნება სასჯელახსოვრების ადგილები, ეს იქნება წინასწარი დაკავების ადგილები თუ ასე შემდეგ. პატიმრობის ადგილები, აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის ადგილები თუ ასე შემდეგ, რამხელა რისკ ფაქტორი არსებობს იმისა, რომ რამხელა დიდი ალბათობა არის, რომ ხშირ შემთხვევაში, არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სასტიკ მოპყრობას დაპატიმრებულ დაკავებულ თუ თავისუფლება აღკვეთილ არაერთი პიროვნების მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ ჩაკეტილში, სადაც თქვათ ის თანამშრომელი არაკეთილსინდისიერი, მე არ მაქვს ლაპარაკი კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე. არაკეთილსინდისიერი თანამშრომელი მას შეიძლება როგორი სასტიკი მოპყრობა განახორციელოს. ამიტომ მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას რაიმე სპეციალური სამსახური, რომელიც იქნება ამაზე ჩემი ფიქრია საჭირო, რომელიც საკომპლექტებული იქნება შეძლებისდაგვარად უფრო დამოუკიდებელ და ბალანსირებულ საწყისებზე, რომელსაც ეყოლება თავისი აპარატი და რომელიც იქნება აღჭურვილი, რომ უფლებამოსილებითო დღეღამის ნებისმიერ მომენტში, კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ წინასწარი დაკავების, თავისუფლების აღკვეთის, პატიმრობის თუ ნებისმიერი, სადაც ამა თუ იმ სახით ადამიანს თავისუფლება აღკვეთი დროებით თუ მცირე ხნით თუ დიდი ხნით, ნებისმიერ ისეთ ადგილში რომ ჰქონდეს მას შესვლის უფლება იმ ჯგუფს, რომ იყოს აპარატი, რომელსაც ეყოლება თავის ჯგუფები და მასზე ზემოხსენებულ დაწესებულებაში შესვლაზე ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა სისხლის სამართალში პირდაპირ ჩაიწეროს მუხლი, სადაც ის იქნება შეფასებული ან მძიმე დანაშაულად, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ჯობია. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას საქართველოს სისხლის სამართალში განეკუთვნება ისეთი დანაშაულებები, რომელთა სასჯელის მაქსიმალური ოდენობაც აღემატება 10 წელს. იმისათვის, რომ არსებობდეს მუდმივი მონიტორინგი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ კადრებმა ჩვენ გვანახა, რომ როგორ შეიძლება ამათი ნდობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით ასეთი მაქსიმალურად დამოუკიდებელ საწყისებზე შექმნილი რაიმე სამსახური იქნება ეს, რა სტატუსი იქნება იურიდიული, მაგაზე ჩემი ფიქრი არის საჭირო, არასამთავრობო სტატუსი იქნება, სახელმწიფო სტატუსი იქნება, თუ სახელმწიფო სტატუსი იქნება დაკომპლექტების მექანიზმი უნდა იყოს ისეთი, სადაც მართველი გუნდის ჩარევა იქნება მინიმალური, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის აუცილებელი ასეთი სამსახურის შექმნა. მე მინდა გითხრათ, რომ არ ყოფილიყო დემოკრატიაზე იმ პრობლემების შექმნები, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის პერიოდში და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რაც არის დღეს ოცნების მმართველობის პერიოდში, დღეს საქართველოს ეკონომიკურად იქნებოდა გაცილებით უფრო მდიდარი ქვეყანა და საქართველოში საბანკო კრედიტებზე
საბანკო სესხებზე გადასახადი პროცენტების ოდენობა იქნებოდა გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე დღეს არის, რადგანაც ეკონომიკის კანონია ასეთი, რომ უმეტეს შემთხვევაში მსოფლიოში, სადაც არის უფრო მეტი დემოკრატია, იქ არის უფრო მაღალი ეკონომიკა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე და მით უფრო ნაკლებია საბანკო სესხებზე საპროცენტო გადასახადი. ხოლო რაც უფრო დაბალია დემოკრატია, მით უფრო დაბალია ეკონომიკა, ანუ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა და მით უფრო მაღალია საბანკო სესხებზე საპროცენტო გადასახადი. აი ამ თემებზე მინდოდა მელაპარაკა, დანარჩენი ალბათ გამოჩნდება მოვლენები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.